უქმე დღეებში თბილისში კრიმინოგენური ვითარება არ შეცვლილა, ანუ ისევ მძიმე იყო. სამართალდამცველებმა მკვლელობისთვის არასრულწლოვანი დააკავეს, ეს შაბათს ღამით მოხდა. მშვიდად არც კვირას ჩაუვლია, გვიან ღამით გამრეკელის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 2 მამაკაცი დაჭრეს. გამრეკელის 20 ეს ის ადგილია, სადაც წუხელ დაახლოებით 23 საათზე ამ კორპუსის მცხოვრები 2 მამაკაცი საკუთარ ავტოფარეხში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მეზობლების ინფორმაციით 23 წლის შეიარაღებული მამაკაცი ტელეფონის დალომბარდებას და ფულს ითხოვდა. მეზობლების ინფორმაციით ავტოფარეხში არაოფიციალურად ლომბარდია გახსნილი, თუმცა შენობას შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშანი არ აქვს. მოვიდა ვიღაცა ტიპი, მთრალი იყო. არ ვიცი რა მოკლედ ამათ დამი ლომბარდეთ თუ რაღაცა არა ვართ ლომბარდი მგონი აბა თუ თქვია და მე რანაირად შეელაპარაკდნენ რა ჩემთვის გაუგებარია ბოლო მე რომ მოვედი ეს ასრაფო იდგა იქა და გაიყვანეს ეს ბიჭი დაჭერილი გავიგე სროლა უყურებდი ტელევიზორს და რო ჩამოვედი ცოტა მოგვიანებით ჩამოვედი მანამ ჩავიცვი და უკვე მაშინ ფაქტის წინაშე კომიცია მაშინ მოხდა გავიგე რომ მაშინ 2 ადამიანი დაიჭრა. ხმაური გავიგე, ბევრი ხალხი იყო და გარეთ გამოვედი. სახეზე სისხლი ჰქონდა დაჭრილს და მანქანისკენ წაიყვანეს. პოლიცია უკვე მოსული იყო. შემთხვევის ადგილზე 3 გასროლის ხმა გაიგეს. თავდამსხმელი მაშინ დააკავეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს ერთი პიროვნება, რომელმაც გამრეკელის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა 2 პიროვნება ფეხის არეში. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე იგი დააკავეს. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან. ექიმების განცხადებით ჭრილობები, რომელიც მათ ფეხის არეში მიაყენეს, სიცოცხლისათვის საშიში არ არის. სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, პისტოლეტი ნივთმტკიცება დამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება 2 ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.